ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ტრადიციულად როგორც ყოველ კვირას სამირა ბაირამოვა ჩვენთან ერთად მოგესალმებით სამირა და თან მოგესალმებით. ბოლო პერიოდში ისეთი ამბები გვაქვს რეგიონში, რომ ძალიან საინტერესო იქნება ამ მიმართულებით საუბარი სამხრეთთან აზერბაიჯანთან ურთიერთობებით. კი, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა. ზოგადად რაც სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანს სომხეთის შორის მოხდა ის მშვიდობის ხელშეკრულება და ორი ქვეყნის შორის მიმდინარეობს შერიგება, ეს პირველ რიგში მიმახარებს რომ საქართველოს აზერბაიჯანელებს და სომხური თემის შორისაც მოხდა ეს ერთმნიშვნელოვანი მშვიდობა. მაგალითად რა ჩანს ესე იგრძნობა, ხო? კი, ეს კი რა თქმა უნდა ადრე ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა ქონდა, ვისაც თავს თვლიდა რომ ეს ტოლერანტ ადამიანი არის და მისთვის საქართველოს მოქალაქეობა მნიშვნელოვანი არის და აქ მოღვაწეობა. ყოველთვის იყო თქვათ რომ დიასპორის დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან ჩვენზე, ჩვენარ ადამიანებზე შეტევა რომ ანუ სიტყვა სომხური არ უნდა გამოიყენოს საერთოდ, არ უნდა მიულეთ სომხების მაგალითად დღესასწაულს გიორგთან ერთად რამდენჯერ ჩვენ რო ვიყავით შეხვედრებზე, ამის გამო რა თქმა უნდა ორი თემის მხრიდან სულ იყო ჩვენზე ჯერ ერთის ყოველთვის ვამბობ რომ კი თქვენ შეიძლება ცენტრში ერთი პრობლემა გვაქვს ჩვენ ერთი ცენტრში პრობლემა გვაქვს ერთი კიდე რეგიონში დამატებითი პრობლემა რეგიონში კი და დღეს ჩვენ სტუმარი არის გიორგი თუმასიანი. გიორგი თუმასიანთან უკვე რამდენი ხანია ჩვენ მუშაობდით თემების შერიგებაზე, ერთობლებებზე, არაერთი პროექტებზე, რომელიც აი მშვიდობა უნდა კონდეს, ის რაც ძალიან მნიშვნელოვანია და უკვე მიღწეული არის. და დღეს ვისაუბრებთ ჩვენი გამოცდილებებზე, რა პრობლემები იყო, ასევე მინდა აღნიშნო რომ აი მიუხედავად იმისა რომ ხო ამასთან დაკავშირებით სული იყო საუბარი და არაერთხელაც კი შერიგების სამინისტროსაც კი იყო მიმართული რომ თქვენ შერიგებაზე ხო მუშაობთ, აქაც უნდა იმუშაოთ შერიგებაზე. მაგრამ არ მოხდა, მაგრამ თვითონ ბოლოს ისე მოხდა რომ გარეწალებით მოგვარდა ეს შიდა პრობლემებიც და გიორგი ძალიან დიდი მადლობა მოგესალმებით. და დავიწყოთ ჯერ იქიდან ჩვენი გამოცდილებაზე, რომელიც რა პრობლემა იყო და ეს პრობლემა საერთოდ რას შექმნდა ჩვენთვის და ზოგადად ახლა საერთო მშვიდობა რა მოგვიტანა და რა მოგვიტანს ჩვენთვის. მოგესალმებით ყველას და მადლობა დაპატიჟებისთვის. თემა არის ნამდვილად ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით რაც ახლა აღნიშნე სამირა, სამწუხარო არის რომ ჩვენ 35 წლის თავზე დამოუკიდებლობით და აღდგენიდან ვერ მოვახერხეთ სათანადოდ ინტეგრაცია ჩვენივე მოქალაქეების და შესაბამისად თუნდაც რომ ავიღოთ ეთნიკური თემების, ხო, საქართველი, სომხების, ქართველი, აზერბაიჯანელების ეს შერიგების პროცესი და დაახლოების პროცესი გარკვეულწილად და მეტწილად მოდის სწორედ გარე ფაქტორიდან გამომდინარე, როგორიც არის თუნდაც ყარაბაღის კონფლიქტის დასრულება და შესაბამისად ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, ის პოლიტიკა განსაკუთრებით მე ვიტყოდი ბოლო 14 წლის განმავლობაში, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ქართულ საზოგადოებაში შერიგების ნაცვლად დაპირისპირებები იყოს ბუნებრივად ასევე და დემოკრატიის ნაკლებობა განრიდებას უწყობს ხელს იმისა, რომ გამიჯნული იყვნენ ეთნიკური თემები საერთო ქართული სახელმწიფოს პროცესიდან და ბუნებრივად იქ ჩდება მერე გავლენები, იქ ჩდება გარკვეული სხვა ინტერესები და ამის შედეგად არის რეალურად რომ გამოდიოდა ასეთი ერთმანეთისგან გამიჯნულობა. ძალიან სწორად აღნიშნე, სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო გვაქვს ოფიციალურად ვაფინანსებთ ჩვენი ჯიბიდან, მაგრამ ამ მიმართულებით არაფერს არ აკეთებდა და არანაირ შედეგს არ დებდა, ისევე როგორც, იმიტომ რომ დღეს სამოქალაქო დაპირისპირება პირიქით მაქსიმალურ დონეზე აიყვანეს, ეთნიკურ იმას აღარ უყურებენ კომპონენტს საერთოდ, ხო? პირდაპირ ეთნიკურ უმრავლესობაშიც ეს დაპირისპირება შეიყვანეს, ამიტომ ძალიან ბუნებრივია, რომ პირიქით შეიძლება ვიღაცას კიდე აწყობდეს ეთნიკური ჯგუფების გარკვეული კონფლიქტი, რომ მე თქვან რომ იცით ეს სენსიტიური საკითხია აუცილებლად უნდა არაერთხელ ყოფილა სხვათა შორის ეგიხება მაგალითი მახსენდება არა მხოლოდ აქეთ მხარეს იქით და დასავლეთ საქართველოში სხვადასხვა რეგიონებში გურიაში მათ შორის და შემდეგ იყო იგი დემოკრატიულ საზოგადოებებს აწყობთ რომ ეთნიკური უმცირესობები იყვნენ ინტეგრირებული რომ არ იყოს განხეთქილებები ავტორიტარულ სახელმწიფოს ყოველთვის აწყობს დაყავი და იბატონე კონფლიქტების შექმენი დაპირისპირება შექმენი უცხო გავლენები იყოს ამ მიმართულებით ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის რაც მოხდა ახლა ვფიქრობ რომ
ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების ფონზე დააგერ სომხეთში ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ვიტყოდი არჩევნების შედეგად და ფაშინიანის და მშვიდობის დღის წესრიგის მათ შორის გამარჯვების შედეგად გვექნება პერიოდი, რომელიც ხელშეუწყობს იმას, რომ მათ შორის საქართველოს და საქართველოს სომხები და აზერბაიჯანელები კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უფრო მეტად იგრძნონ, რომ არ არიან სომხეთთან და აზერბაიჯანთან დაკავშირებული, არამედ არიან სწორედ საქართველოს შვილები, მოქალაქეები, ამ სახელმწიფოს წინაშე ვალდებულები მათ შორის სამოქალაქო გაგებით ამის და იმედი მაქვს რომ ეს კიდევ უფრო ხელშეუწყობს იმას რომ ეს გაჩნდეს ერი სახელმწიფოს კონცეფცია. სწორედ ამას ეყრდნობა ჩვენი ჯერ საქართველოს ხედვა რომ ჩვენ უნდა ჩამოვყალიბოთ სამოქალაქო ნაციონალიზმზე აგებული სახელმწიფო და არა ეთნიკურზე, ანუ ერი სახელმწიფოს კონცეფტი, სადაც მთელი ჩვენი სიძლიერე, მთელი ჩვენი ეთნიკური უმცირესობები, მრავალფეროვნება, როგორც ევროკავშირში არის, ეს იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ ძლიერი საქართველოს და ძლიერი ქვეყანა ავაშენოს. სხვათა შორის წინაზე იყო მთავრობის ერთ-ერთი პოლიტიკოსებმა აღნიშნა, რომ ქვემო ქართლიც იყო ოკუპირებული. ძალიან ბევრი ჰქონდა ამის მიმართ, თქვათ, რომ კრიტიკა, მაგრამ მე არ მქონდა რაღაცნაირად კრიტიკა, იმიტომ რომ ერთი მნიშვნელოვნად მართალს ამბობდა, როცა თვითონ მთავრობა რეგიონს ვერ აკონტროლებს, იქ რა ხდება, რომელიც სხვა ძალები უფრო აქტიურად არის და სხვა ძალებმა ნებისმიერ დროს სხვადასხვა დანიშნულებით ბევრი ხალხის გამოყვანა შეუძლია, ვიდრე მთავრობს, ხო? ამასთან ერთად ჩვენ მუშაობდით მაგაზე, რომ ინტეგრაციაზე როგორ, ანუ კი საუბრობენ გარე ძალებზე, გავლენაზე, მაგრამ ეს კონკრეტული გავლენების წინააღმდეგ არაფერს არ აკეთებენ, რომელიც ეს გავლენა იმიტომ რომ ისინი საუბრობენ ისეთ გავლენაზე, რასაც ქვია აღიქვამენ საფრთხეთ ევროპის და ჩვენი მეგობარი ქვეყნების გავლენებს საქართველოში. ამას აღიქვამენ საფრთხეთ და რეალური საფრთხე რაც არის წინააღმდეგაც მართლა ჩარევა რაც არის და ის წინააღმდეგაც უნდა იბრძოლონ თუ ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ნაბიჯები გადადგან, იმას არ აღიქვამენ. და ამიტომ არის ახლა რასაც ჩვენ ამბობ, რომ რეგიონში ეგეთ დაპირისპირებები და გარე ძალების ჩართულობა უფრო მეტი იყო. კი, სამწუხაროდ და არც ზოგადად პოლიტიკის დონეზე არც არ იყო მაგაზე ხო საუბარი, როცა წინა საარჩევნო პროცესებშიც ყოველთვის იყო მოსახლეობის მხრიდან თქვათ რომ აი ინტეგრაცია გვინდა, ენა გვინდა ვისწავლოთ, ჩვენც რო ვიყოთ ინტეგრირებული თქვათ რომ საზოგადოებაში, მაგრამ იმდენად ფაქტობრივად ევროპის დაფინანსებული ფონდების გარეშე არავინ ფიქრობდა რომ ეს რეგიონში მცხოვრები ადამიანების გითმედის განვითარება, სამოქალაქო სექტორის განვითარება, რომ აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო. ეს ხდებოდა ყველაფერი ევროპელების დახმარებით. მე მინდა ცოტა გადავუხვიო თემას, ჩვენს თემას. მე მგონი წინასწარ განზრახული გქონდა შენ. კი, არა, იმიტომ რომ გიორგი სულ ცოტა ხნის წინ, ნუ არჩევნების პერიოდში ხო, სომხეთში იმყოფებოდა და მე მაინტერესებს მისი დაკვირვებები, თქვათ, რა იყო მთავარი დაკვირვება, რა იყო მთავარი, თქვათ, რაზეც იდგა რუსული პროპაგანდა ამ შემთხვევაში ფაშინიანის წინააღმდეგ და მეორე კითხვასაც მოვაყოლებ, ხო? აი ამ ყარაბაღის ომის ფონზე როგორ შეძლო, თქვათ, ფაშინიანმა მაინც ესე გამარჯვება? თავარი პროპაგანდა, რა თქმა უნდა, უკავშირდება რუსეთის მიერ ეთნიკური, რელიგიური და სხვა ფაქტორების გამოყენებას და პრინციპში სამივე ოპოზიციური ძალა, თავარი, რომელიც ფაშინიანს ებრძოდა აი ამ კამპანიაში, იყენებდა ძალიან აქტიურად აი ამ ჰიბრიდული თავდასხმის მექანიზმებს, სომხურ აზერბაიჯანულ, სომხურ თურქულ კონტექსტს, ასე ვთქვათ, ანუ კონფლიქტებს, კონფლიქტის შედეგებს, მათ შორის. ხო, იმდენად რამდენადაც ხა თურქეთი ისტორიულ მტრად არის აღქმული, ხო, ალბათ. გენოციდის გამო, ხო, 1915 წელს იყო. ჯერ არ არის დიპლომატიური ურთიერთობები და გარკვეული აქედან გამომდინარე ეს ისტორიულ კონტექსტში, ანუ აჩკარად ჩანდა, რომ არის ეთნიკური, რელიგიური მდგენელების გამოყენება, პოპულიზმის გამოყენება, მასშტაბური დეზინფორმაციის გამოყენება, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, მათ შორის აი რა იყო მთავარი ისინი, თქვათ, დაკვირვებები ამ თვალსაზრისით შენაც გააკეთე. რომ რა, აი კონკრეტული მაგალითები თუ გახსენდება. კონკრეტული მაგალითები უკავშირდება იმას, რომ ესე იგი
ძირითადი გზავნილი იყო ფაშინიანის მიმართ, ასე ვთქვათ, სწორედ აი ამ კონფლიქტის ჭრილში ნეგატიურად. და ეხლა ძალიან ბევრი რამ შეიძლება უბრალოდ ამის გაჟღერებაც კი ხშირად არც სურს, რადგანაც პროპაგანდის გამეორება გამოდის, მაგრამ იქნება ეს კონფლიქტი, იქნება ეს შერიგების პროცესი, მის განცხადებებს და ასე შემდეგ. აი ყველაფერს ამას აჩვენებდნენ როგორც არა სომხეთის და სომხების ინტერესების დაცვას, არამედ ინტერესების ჩაბარებას, რაც ძალიან სერიოზული აგრესიული პროპაგანდის კამპანია იყო და ყველა საინტერესო ხო ხელოვნური ინტელექტის ლოგიკაში და ასე შემდეგ იყო პირდაპირ ვიდეო მასალა, სადაც აჩვენებენ აი ამ პროპაგანდას მაგალითად. ნუ ანტიაზერბაიჯანული ელემენტებიც ჰქონდა მას, იმიტომ რომ ხო უნდა გააღვივო ეს პროპაგანდა და ეს უნდა ფაშინიანის მიმართ, ანუ რუსეთი ამას ძალიან აქტიურად იყენებდა. მაგალითად იყო დონბასში, ანუ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ესე იგი ჟურნალისტი, ეთნიკურად თურქი, რომელიც ცხადია გასაგებია დონბასში რო ცხოვრობს, ვინ არის და ვისთან არის დაკავშირებული, რომელიც რეგულარულად კვირაში ერთხელ მაგალითად აქვეყნებდა ყალბ ინფორმაციას, რომ ფაშინიანი დახტა ამის ჩაბარებაზე, იმის გადაცემაზე, ამ რაღაც ნაბიჯების გადათქმაზე. ანუ არსებითი სიახლე არის AI, ხო, ამ შემთხვევაში. მე იმიტომ რომ ფიქრობ ქართულ კონტექსტზე და როგორ განვითარდა ვთქვათ და საითკენ ქრის რუსული პროპაგანდის ქარი ეს მაინტერესებდა და რას უნდა ველოდოთ ჩვენ მომავალში ვთქვათ. ბოტების მასშტაბი იყო ძალიან მაღალი, ტროლების მასშტაბი, ეს ყველაფერი ვიცით. ასევე ჩვენ ნახეთ დახურული რუსული სპეცსამსახურების დოკუმენტები, სადაც პირდაპირ აღნიშნულია, რომ ისინი თვლიან, ანუ მეტრიკაზე დაფუძნებული ლოგიკა აქვთ ნახვების და გაჟღერებების, მაგალითად იყო საუბარი 17 ჩვენი აგენტი რეგულარულად ყოველდღე rilsების, TikTok-ის და იმის მეშვეობით ავრცელებსო აი ამ ინფორმაციას და ამდენი ნახვა. კი, ამას თვლიან ამ დოკუმენტში წერია. და იქვე არის მაგალითად რომ 10 მილიონმა ადამიანმა დაინახა, რომ ჩვენ გავავრცელებთ, რომ ფაშინიანმა საფრანგეთში სახლი იყიდა მოპარული ფულით. ანუ ესეც კი ოფიციალურ დოკუმენტში ხდება, ანუ რამდენი მნახველი ყავს. 10 მილიონმა დაინახა, რომ მოპარა ეს ფული და ვინ გაავრცელა კიდე ხო ვიცით, ანუ პიროვნებების დონეზე ბლოგერები იქნებიან, ანუ მოლაპარაკე თავები და ამის პარალელურად მილიონმა ადამიანმა დაინახა მხოლოდ რომ ეს უარყო ოფიციალურად საფრანგეთმაც შესაბამისმა სამსახურებმა დასრულდა. ანუ აი ამას თვლიან რუსები, რომ 10-ჯერ მეტი ნახვა არის და შემოაქვთ პროპაგანდა, მაგალითად იყო ერთ-ერთი რომ ფაშინიანი ერდოღანს შეუთანხმდა, რომ სომხეთში აშენდება რაღაც რაოდენობის მაგალითად მეჩეთები. ანუ ეს თემა უბრალოდ მთლიანად ფეიქი არის, ანუ ესეთი შეთანხმებაც არ ყოფილა დისკუსია, არაფერი. აი აქეთ ამ ხარეს რას კონტრპროპაგანდა რა იყო თქვათ? კონტრპროპაგანდა იყო ჯერ რომ ფეიქებს აჟღერებდნენ, ანუ რომ ამბობდნენ რომ ეს ყველაფერი ფეიქია, ეგრევე ფაშინიანის გუნდი როგორ პასუხობდა ამას? იცით რთული ის არის სწორედ რომ აი ამ პასუხის პროცესში მიუხედავად იმისა რომ იქ პირადი ნდობასაც აქვს ფაქტორი, ხო? ფაშინიანმა ბევრჯერ თქვა ეს, მაგრამ მთელი ლოგიკა იყო აგებული ამაზე და ეს მე რამდენიმე მაგალითი მოვიყვანე, ანუ გაცილებით მეტი. ამის უარყოფა, მაგრამ ნახეთ 1 მილიონი ნახვა 10-ის წინააღმდეგ, ანუ უარყოფა არ არის ეფექტური. შესაბამისად, აქ შენ გჭირდება საქმით დადასტურება შენი ქმედებების და ეს სტრატეგია აირჩია, რომ ხელისუფლებაშია ფაშინიანი. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძლიერდა მაგალითად უსაფრთხოება საზღვარზე, გაძლიერდა სასაზღვრო სოფლების მდგომარეობა გაუმჯობესდა, სოციალური ფონი, ასე შემდეგ, ანუ საზოგადოება ქვეყანა წინ რომ მიდის, მოქალაქეები უყურებენ რეალობას და გამოგონილ ყალბ რეალობას. ამანდა არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც რა, რომ აი ეხლა სომხეთში ჩვენ ამაზე ზუსტად ამ ეთერში ვისაუბრეთ, სანამ არჩევნები იქნებოდა სომხეთში ცოტა ხნით ადრე, რომ აი სომეხი ხალხი გაიზიარებს და გაიაზრებს თუ არა მეზობელი ქვეყნის გამოცდილებას და რეალურად აი იმის მიუხედავად რომ 10 მილიონი 1 მილიონთან ძალიან დიდი განსხვავება არის გინდაც ამ fake news-ების გავრცელების ამბავში, როგორც ჩანს და ანუ ეს არის ფაქტი, რომ ამ ხალხმა გაიაზრა ეს ყველაფერი და იმის მიუხედავად რომ შეიძლება პროპაგანდაზე პასუხი ვთქვათ არ იყო ეგეთი საკმარისი, იმიტომ რომ ნაკლები ნახვა ქონდა და გაზიარება და ასე შემდეგ ადამიანის ყურებამდე ნაკლებად
მივიდა, ვიდრე პროპაგანდა, მაინც როგორც ჩანს ამ მაგალითით იმსჯელეს, იმიტომ რომ ხო და მე ჩემი კითხვაც ეგ არის პრინციპში ხა შენ კი გადაჭრით თქვი და მეც მგონია პრინციპში რომ ჩვენ გვაკვირდებოდნენ და ქართულ ოცნებას აკვირდებოდნენ, მაგრამ რამდენად არის ჩემი და ქეთას ეს ვთქვათ ჰიპოთეტური დაშვება რეალობასთან ახლოს. მართლა აკვირდებოდნენ, ვთქვათ ფაშინიანის გუნდი აკვირდებოდა იმას, რასაც როგორც მუშაობს ვთქვათ რუსული პროპაგანდა საქართველოში. საინტერესოა. არა, ხალხიც მათ გუნდიც აკვირდებოდა, ხალხიც აკვირდებოდა და მეც პრაქტიკულად მთელ ჩემს ამ წინა საარჩევნო გამოსვლებში სომხურ მედიასთან ზუსტად ამაზე საუბრობდი, იმიტომ რომ ის დოკუმენტები ასევე ფარული რაც გამოჩნდა რუსეთის სპეცსამსახურებამ პირდაპირ წერია სომხური ივანიშვილი, მეორე ივანიშვილი. აი კი ბატონო, ხო. ამის ფონზე სომხური საზოგადოებაც ხო იცნობს საქართველოში რაც ხდება. თქვენ ალბათ ნახავდით ერთ-ერთ ცნობილ ინტერვიუს ქართულ მედიაშიც გავრცელდა, რომ ეკითხებიან იქ არჩევნების დღეს ადამიანს და ეუბნება, ანუ არჩევნებზე და ეუბნება, რომ ჩვენ საქართველოს შეცდომას არ დავუშვებთ. კი, ნახე, რა თქმა უნდა, რეალობას სომხეთისთვის მე მინდა ეს ძალიან მკაფიოდ თქვა, ბევრი წლის განმავლობაში და საერთოდ სომხური რევოლუციის წყარო, ჩემი აზრით, აი ღრმად რო შევაფასოთ, არის საქართველო. რადგან მოდიოდნენ საქართველოში და იცით ახლა რა მასშტაბით მოდიოდნენ ყოველთვის, ხო, ტრანზიტი იქნება დასასვენებლად და ამავდროულად. ხედავდნენ რომ თურმე შეიძლება ნორმალური სახელმწიფოს ჩამოყალიბება ევროპული. ამ რეგიონში აგერ შეიძლება ყველაფერი ნორმალური გზები, ნორმალური ასე შემდეგ, ხო, სოციალური ვითარება და ამ ყველაფრის ფონზე ცვლილებები იყო ბუნებრივი. ეხლა როდესაც ხედავენ რომ საქართველოს როგორ გადაუხვია ევროპულ გზას, რომელიც იყო სომხეთთვის სამაგალითო. დღეს რომ პირიქით სომხეთი ხდება ესეთი მთავარი ქვეყანა, ხო ხედავენ რომ რა მოხდა საქართველოში. ჩვენზე წინ უნდა ყოფილიყო, ხო ლოგიკურია და რატო არ არის წინ? თურმე იმიტომ, რომ დაუჯერეს, ესე იგი, რუს ოლიგარქს და იქ როცა რუს ოლიგარქიდან სამი რუსი ოლიგარქი. იმიტომ რომ რეალურად მიუხედავად იმისა, რომ ერთი არის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, იმას სახელმწიფო იდავება $200 მილიონ, რომ მოპარა სახელმწიფოსგან, ასე რომ ისიც ოლიგარქია. ის ორი ხო ღია ოლიგარქები არიან. შესაბამისად, საქმე ეხება სამ ოლიგარქს, რომელსაც სურს ძალაუფლებაში დაბრუნება და მას ეთნიკური, რელიგიური კონფლიქტები მისთვის დაპირისპირებები, ეს არის წყარო ძალაუფლების. ყარაბაღის კონფლიქტიც, ასე თუ ფაშინიანმა ეს ბევრჯერ თქვა, ეს იყო შესაძლებლობა კონტროლის როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის. და ჩვენ ეს უნდა გავიაზროთ, ასე რომ ჩვენი ერთობლიობა, ჩვენი ერთიანობა საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან როგორ ხდებოდა ეს პროპაგანდა, ხო? მაგაზე ვსაუბრობდით, რომ რუსული პროპაგანდა მუშაობს. საქართველოს გავლით მუშაობდა წინასაარჩევნოდ ეს პროპაგანდები და როგორ მუშაობდა იყვნენ ეს ადამიანები პროპაგანდისტების დოკუმენტებში? საქართველოს გავლით ჩვენ რამდენიმე ეპიზოდი ვნახეთ, მხოლოდ მაგალითად ფაშინიანის წინააღმდეგ ქართულ მედიაში რამდენიმე ყალბი ინფორმაცია რო გაჩნდა, პროსახელისუფლებას გულისხმობს, ცხადია, იმედი რუსთავი პოსტივი. პოსტსაარჩევნო გარემო კიდე უარესი არის. იმიტომ რომ პოსტსაარჩევნო გარემოში პირდაპირ ხედავთ, რომ იმედი მაგალითად და სხვა მედია აყალბებს ეუთოს დასკვნას, ამბობს რომ უზარმაზარი წნეხის ქვეშ იყო არჩევნები და სანქციების, ოღონდ იმდენად დაუფიქრებლად გააკეთეს ეს, ამოიღეს იქ სიტყვა რუსული წნეხის და სანქციების. რომ სანქციები, წნეხი და სანქციები რო დატოვეს, ეხლა შთაბეჭდება თუ რჩება რომ წნეხი არის ხელისუფლების წნეხი, რა სანქციები? ხელისუფლების რა სანქციის მიმართ საკუთარი მოქალაქეების სასაცილო არის. სიტყვა ამოიღეს, იმიტომ რომ რუსეთიდან იყო ის რაც საქართველოს გაიარა 2006 წელს. ემბარგო მთლიანი ეკონომიკაზე, ხილი, ბოსტნეული, თევზეული, ყვავილები, კიდევ კარგი ევროკავშირმა იგრევე გახსნა საკუთარი ბაზარი სომხეთისთვის, რაც უპრეცედენტო რამ არის, იმიტომ რომ ხოდა წარმოგიდგენთ ეს ბაზარი საქართველოს როდის იყო გახსნილი? აბა კი ბატონო. და საერთოდ გზა როდის იყო გახსნილი და ხოდა ეხლა გამოდის რომ წარმოგიდგენთ სომხეთი ესთვის არის გზა გახსნილი, რომელიც ამ ქვეყანაზე გავლით უნდა მოხდეს, მაგრამ შენ ჩაკეტილი. კი, ამაზე ფაშინიანმა ილაპარაკა კიდეც, ხო, როდესაც გამოვიდა ევროპარლამენტში და პრინციპში ეხლა ჩემთვის ამტკივნეულია ამას რომ ვამბობ, იმიტომ რომ თქვენს აღნიშნეთ გიორგი რომ საქართველოს იყო სომხებისთვის მისაბაძი ქვეყანა, ხო, რომელმაც გაარღვია ეს რაღაცა ჯადო მოჯადოებული წრე, ხო? და რაღაცნაირად მართლა პრინციპულად მიუკაკუნეთ ევროკავშირს, კი შევარდნაძემ ნატოზე თქვა ეს, მაგრამ ჩვენ ამაზე შეგვიძლია ვთქვათ და ნატოსაც პრინციპში.
ახლა რა შეგვიძლია პირიქით სომხებისგან ვისწავლოთ თქვათ, იმიტომ რომ ესეთ რეალობაში ვართ, ხო? დღეს რა შეგვიძლია ფაშინიანის გუნდისგან ვისწავლოთ, როგორ რა არის მთავარი დაკვირვებები, რა წამოიღე იქიდან? თავარი რაც არის, ვთქვათ, ამ ბრძოლისთვის გამოსადეგი. თავარი ის არის, რომ პირველ რიგში შემდეგი 5 წლის განმავლობაში რეგიონში იქნება ერთი კონკრეტული ქვეყანა, რომელიც ღიად ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს და ზურგიდან გაგვიმაგრებს, ევროკავშირში გაწევრიანება სომხეთის საქართველოს გარეშე შეუძლებელია, მაგრამ როცა ვამბობთ, რომ აი ტრანზიტი საქართველოს გავლით გავა, ეჭვი მეპარება, რომ სრულყოფილი იყოს, იმიტომ რომ ქართული ოსმის პირობებში ჩვენ გვისაუბრეთ ამაზე. ეხლა რაც რუსეთმა აკრძალა, აი სრულიად შემთხვევით ერთი წლის წინ დაიწყო რაღაც შეფერხებები ზუსტად მაგ კი, ამაზეც გვისაუბრია რა ხო, ტვირთის გატარების ამბავზე. ტრაილერებს აჩერებენ და ასე რომ თურქეთთან საზღვრის გახსნა, აზერბაიჯანთან ეს სამშვიდობო პროცესი, რომ იმიტომ რომ სომხეთი დამოკიდებულია რუსულ გაზზე, დამოკიდებულია ხორბალზე და ასე შემდეგ. რაღაცები შემოვა თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, რაღაცები ყაზახეთიდან, თურქეთის გავლით ევროპაში გაიხსნება გზა, ტრანზიტის და ასე შემდეგ. ეს მოიტანს იმ დადებით შედეგს, რომელიც სამომავლოდ გააძლიერებს საქართველოს პოზიციებს და როგორც კი ჩვენ მზად ვიქნებით იმისთვის და ეს ყველაფერი სომხეთი არის კარგი მაგალითი მაგისა. დგას საქართველოს მოქალაქემ უნდა დაიჯეროს, რომ მისი გადასაწყვეტი არის. დღეს ვიღაცა უხსნის მათ, რომ არა, თქვენ კი არ წყვეთ. ზემოთ არის ვიღაცა, რომელიც გადაწყვეტს, რომელსაც ესმის რაღაცა სხვანაირად და აი სომხეთში სწორედ ეს შეიცვალა, რომ მოქალაქემ თავის დროზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არა ჩვენ ვწყვეთ ჩვენი ქვეყნის ბედს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის არჩევნების კონტექსტში, როცა გჯერა, რომ შენ შეგიძლია შეცვალო ხელისუფლება და მოქალაქეებს ჯერათ იმის, რომ შეუძლიათ ისეთი წნეხით მივიდნენ არჩევნებზე, რომ ნამდვილად გადატეხონ პროპაგანდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სომხეთში სწორედ ეს მოხდა, მე ვფიქრობ, რომ უშუალო კომუნიკაცია ხალხთან ძალიან მნიშვნელოვანია ფაშინიანი. უნგრეთის მაგალითიც მაგას გვაჩვენებს. კი, ზუსტად. უნგრეთის მაგალითიც მაგას გვაჩვენებს, სომხეთის მაგალითიც მაგას გვაჩვენებს, რომ მოკლედ აღარ მინდა კიდევ უნდა დავიწყო ლანძღვა რა და ნუ ხალხს უნდა პირდაპირ ვესაუბროთ და ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ დავანახოთ მთელი სურათი და ის რომ საქართველოს აუცილებლად უნდა დაბრუნდეს თავის სწორ გზაზე, თან ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ერთიანობით და ამის შედეგად შევძლებთ აგერ არის საშუალება რომ საქართველოს და სომხეთი ინტეგრირდნენ ევროკავშირში. მეზობელ ქვეყნებთან ძალიან კარგი ურთიერთობები ავაშენოთ. ანუ ეს ყველაფერი უნიკალური შესაძლებლობაა კავკასია გავხადოთ მშვიდობის ადგილად და დღეს ერთადერთი ვინც აქედან გამონაკლისი გამოდის სამწუხაროდ არის საქართველოს მოქალაქე. ყველაზე ეხა ცოტა სასაძის ირონიულად მოკლედ გარშემო ვინც ყავს ყველა გვეხვეწება რომ აბა ეხა ყველა ერთად ევროპაში წავიდა ჩვენ ვართ აი ეს სიტუაციაში გაჭირებულები რომ არა ქართული ოცნების გადმოსახედად როგორ არ გამოგვიამთ რომ ქართულ ხალხს ეგუნდა და უმრავლესობას ეგუნდა მაგრამ უბრალოდ მართლა ირონიული ცოტა სასაცილოა რომ გარშემო ჩვენ ყველა რომ გეხვეწები წავიდეთ ევროპაში და ჩვენ არა ზუსტად ეგრეა ხო ჩვენ ვართ ის ვინც აი საერთო იმას არა და ჩვენ ვიყავით ისინი ვინც ამათ რო აი წამოდით ლოკომოტივი ვინც მივეკაჩებოდით ამას ხო თავის მთავარი მოტივატორი და წყარო საქართველოს სომხეთისთვის და სომხურ მოქალაქეებისთვისაც რომ აი როგორი იყო როგორც წეგან აღნიშნა ხო და რა შედეგი მოიტანა საქართველოსთვის არ ვიცი რაც მთავარი მოხდა ევროპის გზის არჩევა და რაც მთავარია ეს ჩვენთვისაც რეგიონში მოგვიტანა ეს მშვიდობა რომელიც ერთი პრობლემა თითქმის მოგვარებული არის ერთი პერიოდი იყო რომელიც გიორგისთან ერთად გვერდ-გვერდზე რო ვიყავით მაშინ მოღალათეთ ვიყავით ორივე გამოცხადებული მაგრამ ეხლა თქვათ რომ პირიქით ხშირად ვხედავთ საამაყო არის რომ აი თურმე რა კარგი არის და თურმე ადრე ეს რა ცუდი რამე ყოფილა და მთავარი არის რომ უკვე დაინახეს გაზრება არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ გიორგი მიწის რასაც აკეთებდა წარმატებებს გისურვებს. ამერად ჩვენ შევხვდებით რა თქმა უნდა მომდევნო კვირას დროებით. და მე და ბექას დავამშვიდობებით ცოტა ხანი მაყურებელს რეკლამის დროა. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ და ამიტომ არ გადაარჩეთ.